ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა, მან რუსთავის ციხე დღეს დილით დატოვა. კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთ ლიდერს თანაგუნდელები და მხარდამჭერები დახვდნენ სახლთან. როგორც აჯელახსულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე აპირებს მისვლას. ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს სასამართლოს ხლომათა დარბაზში დააკავეს, ის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლის წარუდგინეს, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. ჯაფარიძე სავარაუდოდ ახალ განაჩენს ელოდება, მას პროკურატურა სისხლის სამართლის კიდევ 2 მუხზე და საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, აღნიშნული საქმეები 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. რასაც შეეხება ახალ ბრალს, არაფერი ან გზავნილი არის, ეს მარტო ჩემზე არ არის, ჩემზეც, ლაკაზეც, გვარამიაზეც, ვაშაძეზეც. ღია ტექსტით გვეუბნებიან, რომ ცოტა ხანი გამოგიშვებთ, რომ შეიგზნოთ ხელახლა რა არის თავისუფლება და მერე გადაწყვიტეთ, ან უნდა გაჩვენდეთ, ან უნდა ქვეყანა წახვიდეთ. არავინ ამის გამკეთებელი არ არის. საღამოს რუსთაველზე ვაპირებ გასვლას. კი.